მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ რომ თქვენ უყურებთ სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელს რომლის ავტორიც გახლავთ ბატონი ირაკლი ბრეგვაძე მე კი წამყვანი ვარ ამ გადაცემისა გოგითა მელიქიძე ჩვენ ტრადიციულად გავდივართ გადაცემით რომელსაც ეწოდება ძალიან ძვირფასი სახელი წუთის სოფელი და აი ამ წუთის სოფლის სატელევიზიო ეთერში ვეხებით გვარების ისტორიას, საგვარეულო პროცესებს და იმ ღვთივკურთხეულ პროცესს, რომელიც პატრიარქის ინიციატივით, მისი უშუალო მოთხოვნითა და კურთხევით დაიწყო საქართველოში და დაიწყო კონკრეტულად რა საკუთარი ფესვებისკენ მიბრუნება, საკუთარი ფესვების ძიება, საკუთარი წარმომავლობის დადგენა, საკუთარი მეობისა და იმ თვითმყოფადობის გარკვევა, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, რამე თუ უგვარო ადამიანი, ანუ გვარის გარეშე ადამიანი არ არსებობს და თუ კი გვარი გაქვს, მაშინ გააქვს ისტორია, რომელიც ამ გვართან არის დაკავშირებული და შენ არა მარტო გააქვს ეს ისტორია, არამედ ეკუთვნი ამ ისტორიას, არამედ შვილი ხარ ამ ისტორიისა და ნაწილი ხარ ამ ისტორიისა და აი ეს ასეთი საინტერესო პროცესი აკურთხა პატრიარქმა და დაიწყო პატრიარქმა და აი ამ პატრიარქის დაწყებულ საქმეს ემსახურება სატელევიზიო გადაცემა წუთის სოფელი, რომელიც დღეს ეთმობა საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ გვარს თავისი კეთილსინდისიერებით, თავისი უფლის მოყვარეობით, თავისი ცხოვრების წესითა და ნირით და კეთილმორწმუნეობით, მე ვიტყოდი ძალიან გამორჩეული კეთილმორწმუნეობით, ეს არის ბრეგვაძეების გვარი. ბრეგვაძეების გვარი კარგად არის ცნობილი შეიძლება ითქვას საქართველოში და თვითონ ჩვენთანაც შეგვიძლია მოვიძიოთ და ჩვენს სანაცნობოში თუ ჩვენს საახლობლოში ვიცნობდეთ იმ ადამიანს ვისაც ეს გვარი აქვს და ვინც ამ გვარის მატარებელია ანუ ბრეგვაძეა მაგრამ ცოტა ვიცით ალბათ ისტორია ამ გვარის შესახებ და ვინდა ახლა დღეს ვისაუბროთ სწორედ აი ამ კეთილმორწმუნე გვარზე და გავავახვილოთ ყურადღება იმ ძირითად ნიუანსებზე, რაც ამ გვარისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს სულაც არ აქვს პრეტენზია იმისა, რომ ბრეგვაძეების გვარის ისტორიას ერთი დიდი და სერიოზული წიგნი სჭირდება და მე აი ახლა ამ ერთ კონკრეტულ გადაცემაში შევძლებდა თავს მოუხრი ყველაფერს, რაც ბრეგვაძეებთან დაკავშირებული არის, მაგრამ ძირითადი და მთავარი მინდა რომ ვთქვათ და კონკრეტულად ვთქვათ რა. სიტყვა თვითონ ეტიმოლოგიური შინაარსი ამ გვარისა იხსნება ასეთნაირად, რომ კერძო სახელი იყო ბრეგვა, ასეთი ზედმეტ სახელი უფრო მართებული იქნება ვთქვათ, ზედმეტ სახელი იყო და აი ამ ზედმეტ სახელისაგან შემდეგ გაჩნდა გვარი და მისი ძეები, ანუ მისი შვილები და ასე შემდეგ განევრცო ეს და აი ამ ზედმეტ სახელთან არის დაკავშირებული ეს გვარი. არის მეორე ვერსია და კოლევა იძლევა საფუძველს აი მეორე ვერსიის არსებობისა და ეს ვერსია მდგომარეობს შემდეგში, რომ ბერი, გვარი და ძე, ბრეგვაძე. ეს რა თქმა უნდა ხდება ესეთი ხალხური მეტყველების ეუფონიის მიდრეკილი ინტერესისა და გამო იხვეწება აი ეს ფორმა და ღებულობს აი ამ გვარის სახეს ბრეგვაძეს, ანუ ბერის გვარის ძეს, ბერი, გვარი და ძე, აი ეს სამი კომპონენტი თუ შეიძლება ასე ითქვას, შინაარსობრივად რომ გავაერთიანოთ ამ ერთ სიტყვაში და ეს ერთი სიტყვა იყოს გვარი. მტკიცება ან ერთისა და ან მეორე ვერსიისა მტკიცება როგორც ასეთი წყალგაუვალი მტკიცება რა თქმა უნდა ამ სატელევიზიო ეთერში ეხლა შეუძლებელია და ისეთი მიუწვდომელია, მაგრამ მინდა იცოდეს ყველა ბრეგვაძემ და თვითეულობა ჩვენთაგანმა, რომ აი ამ გვართან დაკავშირებით აი ეს ვერსიები არსებობს და რომელიც მისაღებია და რომელიც დასაჯერებელი და რომელიც სარწმუნოა თქვენთვის, გავიზიაროთ, მივიღოთ, დავიჯეროთ და ვირწმუნოთ.
ბრეგვაძეების გვარი სტატისტიკური თვალსაზრისით არის საშუალო გვარების რიგს განკუთვნებული, რადგან ეს გვარი 4750 გვარიშვილს მოიცავს. ეს მცირე არ არის ჩვენი ქართული რეალობისთვის და არც ისეთი დიდია, რომ გაგვეხარდებოდა თითოეულ ჩვენთანაც. და ამიტომაც მიეკუთვნება საშუალო რაოდენობის გვარს. მაგრამ თვითონ რაოდენობა შეიძლება ბევრს არაფერს არ მეტყველებდეს, რამდენადაც მეტყველებს საქმე, მეტყველებს აი სულიერი ღვაწლი, მეტყველებს ის დამოკიდებულება, რომელიც ამ გვართან მიმართებაში და ამ გვარის შვილებთან მიმართებაში არის გამოხატული და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია და საკმაოდ ისეთი როგორც იტყვიან საცნაურია. არ ყოფილა ომი, საქართველოს არ ქონია ომი, რომელშიც ბრეგვაძეს მონაწილეობა არ მიიღო და რომელშიც მათი სისხლი არ დაუყრილიყოს. აი ასეთი მომენტი არ ყოფილა. და ამას რო ვამბობ და ესეთ დაბეჭდებით ამის თქმის საფუძველს მაძლევს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული ადამიანები და მათი დამსახურება და ღმერთმა აცხონოს ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს შეეწირა და რომელიც იმ ომს შეეწირა, რომელიც სამშობლოს დაცვისთვის, სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის იყო განკუთვნილი და გათვალისწინებული. ბრეგვაძეების გვარში არის საკმაოდ ბევრი ცნობილი პიროვნება და მე აქედან სულ რამოდენიმე ადამიანზე გავამახვილებ ყურადღებას და უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გავამახვილებ საეკლესიო ცხოვრებით დაინტერესებულ და საეკლესიო წრეში მოღვაწე პიროვნებების შესახებ. გეტყვით, ბრეგვაძე, მამა მიქაელი, რომელიც გახლავთ ისეთი ინტელექტუალური მოდელი, ეს თანამედროვე ჩვენი ეპოქის და ჩვენი თანამედროვე მდელმსახურია, მას სათანადო განათლება აქვს მიღებული, იგი იღუმენის საეკლესიო ხარისხშია და თბილისის ერთ-ერთი უბნის ეკლესიის წინამძღვარი გახლავთ, მამათა მონასტრის წინამძღვარი გახლავთ მამა მიქაელი. სხვათა შორის ამ საუბრის დაწყების წინ მამა მიქაელს ტელეფონზე ვესაუბრე, კიდევ ერთხელ გავიარეთ ის საკითხები, რომელიც მის გვართან არის დაკავშირებული და სათანადო ლოცვა კურთხევა გამოვითხოვეთ და ეხლა სწორედაც მამა მიქაელისგან ვართ დალოცვილი, ჩემო ბატონებო, და მან გადმოგცა დიდი სიყვარული თავისი გვარისა და თავისი გვარის შვილებისა. აქავე არის მეორე მღვდელმსახური, რომელიც ასევე იღუმენის ხარისხშია მცხეთაში, მცხეთის მამათა მონასტერშია. ეს მამათა მონასტერი მცხეთაში ზევით არის, ის სადაც საქალაქო სასაფლაოა მცხეთის, იქ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერია და ამ მონასტერში მოღვაწეობს მამა ბრეგვაძის გვარით, რომელიც ასევე დასაფასებელი და ძვირფასია. არის კიდევ ერთი ბერი, იობი მისი სახელი, რომელიც ასევე დედა ეკლესიის წიაღში მოღვაწეობს და თავისთავად ბერის მოღვაწეობა და საბერო მოღვაწეობა ის დიდი მოღვაწეობა და ის თავგანწირული მოღვაწეობა, რომელმაც თავი შესწირა, თავი მიუძღვნა და თავი მიაკუთხა უფალს და ამ ცხოვრებისაგან თუ ვიტყვით ერთგვარი იზოლირებულია და ცხოვრობს იმ სულიერებით და ცხოვრობს იმ წესით, რა წესაც ითხოვს ჩვენი სამონასტრო ცხოვრება, პერული ცხოვრება და ეს არის უფლისთვის თავშეწირული ადამიანების ცხოვრება და ღმერთმა გააძლიეროთ და გაახაროთ აი ესეთი ადამიანები, ისინი მლოცველები და მაკურთხებელები არიან ჩვენი. გარდა აი ამ სასულიერო პირებისა, ბრეგვაძეების გვარიდან გამოსული არის კიდევ სამი მონაზონი, რომელიც როგორც საეკლესიო წესი მიმართავთ მათ როგორც დედავს, ისინი სხვადასხვა დედათა მონასტერში მოღვაწეობენ და მათი სამონაზვნო წესი, მათი სამონაზვნო მსახურებაც ასევე უფლისთვის არის მიძღვნილი და უფალთან არის დაკავშირებული. და აი ეს პიროვნებები ერთი გვარიდან გამოსული, აი ამდენი პიროვნება, რომ მსახურობს დედა ეკლესიის წიაღში, თავისთავად სასიხარულოა და შეიძლება ითქვას გვარისთვის სწორედაც იმ სასოებისა და იმ სულიერ
სულიერი მხნეობის მომანიჭებელია, რომელიც ყველა გვარს ჭირდება და მათ შორის ჭირდება პრეგვაძეების კეთილმორწმუნე გვარს, რომელსაც ამდენი სასულიერო პირი ყავს სადღეისოდ დღევანდელ ეკლესიაში. დღევანდელ ჩვენს მართლმადიდებლურ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიაში სრულად მინდა წარმოთქვა ეს ტიტულატურა ჩვენი დედა ეკლესიისა, რამე თუ მეძვირფასება, როგორც სამოციქულო წარმომავლობა ჩვენი დედა ეკლესიისა, ისე ავტოკეფალიურობა, რომელიც ასევე დამოუკიდებლობას ნიშნავს, არავის დამოუკიდებული არ არის ის თვითმყოფადი ეკლესია უფლის წინაშე და აი ამ თვითმყოფადობით, აი ამ დამოუკიდებლობით და სწორედაც აი ამ უფლის მოყვარეობით დგას ჩვენი ერი უფლის წინაშე, რამე თუ აი ასეთი სულიერი ვექტორი და აი ესეთი სულიერების ეპიცენტრი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეპიცენტრი აქვს დედა ეკლესიის სახით. ბრეგვაძეების გვართან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დავასახელოთ ისეთი ღვაწლმოსილი გვარიშვილი, როგორც ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, საყოველთაოდ ცნობილი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ბრძანდება. მე უნდა გითხრათ, რომ რაც თავი მახსოვს, სულ ნანი ბრეგვაძის სახელი ისმის და სულ მისი სიმღერა ისმის და მე გეტყვით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა ისმის აი ამ ქართულ ესტრადაზე და ქართულ მუსიკალურ კულტურაში და ნანი ბრეგვაძე სწორედ ამას განასახიერებს და ნანი ბრეგვაძე სწორედ ამას ემსახურება და შეიძლება თქმა იმისა, რომ ის არის დედოფალი, ქართული ესტრადის დედოფალია, რომელიც უკვე ასაკშია, მაგრამ მიუხედავად თავისი ასაკისა, კვლავაც ახერხებს, კვლავაც დგება სცენაზე და კვლავაც ანიჭებს თავის მაყურებელს და თავის მსმენელს იმ ბედნიერებას, რომელი ბედნიერებაც, როგორც უკვე ვთქვი, მთელი ცხოვრების მანძილზე გვესმის და მოგდევს ქალბატონი ნანის სიმღერით და მისი მუსიკალური კულტურით. ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ის ავტორიტეტია კულტურულ სივრცეში, ეს კულტურის მოღვაწეთა სივრცეში და ეროვნული თვალსაზრისით ჩვენი სამოქალაქო დამოკიდებულებაც მის მიმართ იმდენად განსაკუთრებულია, რომ თამამად შეიძლება თქმა იმისა, რომ აი ასეთი პიროვნება ნებისმიერ გვარს დაამშვენებდა და ნებისმიერ გვარს გაახარებდა და ამ შემთხვევაში იგი ამშვენებს, ნამდვილად ამშვენებს ბრეგვაძეების ღვთივკურთხეულ გვარს და ამ გვარის შვილობას კარგად წარმოადგენს. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვიდდეს ბატონ ბაჩანა ბრეგვაძეზე, ეს ცნობილი ლიტერატორია, იგი მთარგმნელი გახლდათ, ფილოსოფოსი, მწერალი, რომელიც სამწერლო ლიტერატურული მოღვაწეობასთან დაკავშირებული პირებისთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და თვითონ ბატონი ბაჩანა ნაკლებად ეპატაჟური პიროვნება იყო, ესეთი თავისი ქართული თავმდაბლობით, თავისი მოგრძადებული ცხოვრებით განლია ეს წუთი სოფელი და იგი იმდენად ფასეული და იმდენად მაღალი რანგის მწერლად იქნა მიჩნეული, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ დადგა საკითხი, რომ იგი დაკრძალულიყო მთაწმინდის პანთეონში, აი ამ უპირველეს, აი ამ უმნიშვნელოვანეს პანთეონში და უნდა ითქვას, რომ მთაწმინდის პანთეონში ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვა ერთგვარი აღიარებაა მისი სამწერლო, მისი ლიტერატურული, მისი მთარგმნელობითი და მისი ფილოსოფიური აზროვნებისა, რაც მართლაც ძვირფასია და უნდა გითხრათ, რომ მისი წიგნებით ქართველი მკითხველი ეზიარება იმ მსოფლიო ფილოსოფიას და იმ მსოფლიო ნააზრებს, რომელიც ჭირდება, აერივით ჭირდება მოაზროვნე საზოგადოებას, განათლებულ საზოგადოებას და საქართველოს აი ასეთი საზოგადოების დეფიციტი ნამდვილად არ აქვს და არ აქვს ეს დეფიციტი, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და რაოდენ ღირსეული და რაოდენ დიდი მასშტაბების მქონე იყო ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის მოღვაწეობა. ასევე სიამაყით შემიძლია ვთქვა ბატონი ირაკლი ბრეგვაძის შესახებ, რომელიც გახლავთ წინამძღოლი ბრეგვაძეების გვარისა და ასევე არის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზისა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბატონი ირაკლი აი ამ სივრცეში, როგორც ითქვა, საერთო საგვარეულო მოძრაობის სივრცეში რაღაც შემთხვევითი პირი არ არის და
ის მოვიდა გარკვეული დამსახურებით. კერძოდ, თავი გამოიჩინა როგორც ერთი კონკრეტული გვარის ძალიან ინიციატივიანმა, ძალიან ავტორიტეტულმა და ძალიან ესეთი კეთილმსახურებით აღსავსე პიროვნებამ. იგი გამოირჩიეს მაშინათვე და დაინიშნა სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარის მოადგილედ. და ეს თავმჯდომარის მოადგილეობის პატივი და პასუხისმგებლობა მას რამოდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა და შემდეგ გარდაიცვალა თავმჯდომარე და ამ თავმჯდომარის გარდაცვალების შემდეგ დადგა საკითხი ახალი თავმჯდომარის არჩევისა და უნდა ითქვას, რომ აი ეს საკითხი განიხილებოდა საჯაროდ, მრავალი გვარის წინამძღოლი ესწრებოდა ამ განხილვას, მრავალი გვარის წინამძღოლი ღებულობდა მონაწილეობას ამ განხილვაში და ძალიან დიდი მხარდაჭერით, არ ვიტყვი ერთსულოვანი მხარდაჭერით, ეს ერთსულოვანი მხარდაჭერა ყოველთვის რაღაცა ესეთი ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს და მათ შორის არც ის არჩევნები არ ყოფილა ერთსულოვანი, როგორც იტყვიათ, მაგრამ იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა ბატონი ირაკლის მიმართ და სწორედაც აი ამ ხმათა უმრავლესობით, აბსოლუტური უმრავლესობით შეიძლება ითქვას, ბატონმა ირაკლიმ იმ არჩევნებში გაიმარჯვა, მას გამოუცხადეს ნდობა და იგი არის არჩეული სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარედ. ზოგისთვის ეს შეიძლება ბევრს არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ ჩემთვის და ჩვენთვის, ვისაც გვაინტერესებს გვარები და საქართველოს საგვარეულო მოძრაობა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და კონკრეტულად რას ნიშნავს, ამაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. გვარებით შედგება მთელი ჩვენი ქვეყანა. გვარებს წარმოვადგენთ ყველა ჩვენთაგანი და ეს საგვარეულო მოძრაობა და საგვარეულო გაერთიანება არის სწორედ ერთობის ის სახე, რაზეც დგას მთელი ჩვენი ქვეყანა. და აი ამ გაერთიანების, აი ამ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის ხელმძღვანელი ბრძანდება ბატონი ირაკლი და მე არ ვიტყვი შეფასებითი ესეთი ფრაზებს მის მიმართ, მაგრამ მინდა ჩამოვთვალო რამოდენიმე საქმე, რომელიც უშუალოდ მასთან, მის სახელთან არის დაკავშირებული და კერძოდ რა. გვარები სულ არსებობდა საქართველოში, მაგრამ სანამ პატრიარქმა ილია მეორემ არ დაიწყო გვარების კონსოლიდაცია, გვარების გაერთიანება და ეს საგვარეულო მოძრაობა, მანამდე არ არსებობდა საგვარეულო გაერთიანება საქართველოში და არ იყო ასეთი შემჭიდროებული სახით, ასეთი ერთი კავშირის, ერთი გაერთიანების სახით ჩამოყალიბებული საგვარეულო სახე არ ჰქონდა ამ საზოგადოებრივ ერთობას. ეს მიიღო პატრიარქის ილია მეორის დამსახურებით, მისი ინიციატივით და მისი ლოცვა-კურთხევით შეიძლება ითქვას. შემდეგ ჩაუდგა რა სათავეში ამას ბატონი ირაკლი ბრეგვაძე, მან ოფიციალური სახე შეზინა ყველაფერ ამას, დოკუმენტაციის წარმოება, საქმის წარმოება, რეგისტრაცია, ოფიციალური რეგისტრაციაც არ ჰქონდა გავლილი და სწორედაც ბატონი ირაკლის ინიციატივით მოხდა საჯარო რეესტრში აი ამ რეგისტრაციის გავლა. შეიძლება ვიღაცამ გააბიაბრუოს ეს ფორმაც ეხლა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გავლა, მაგრამ მე ვესწრებოდი ამ რეგისტრაციის გავლის პროცესს და გეტყვით, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო. ჩვენ 4-ჯერ მოგვიწია საჯარო რეესტრში წესდების გადაწყვეტილების ოქმის წარდგენა, განხილვა მე ამ ყველაფრისა, უარის თქმა, მიზეზების მოძებნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიტყვი, რომ ჩვენ მტერი ყავდა და მაინც და მაინც ესეთი მტრობით იყო გამოწვეული, მაგრამ თვითონ ეს გაერთიანება არის იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად ფართომასშტაბიანი და იმდენად ყოვლის მომცველი. აი თამამად შეიძლება ასე ითქვას, საქართველოში მოიცავს ყველას, რამე თუ ყველა ვეკუთვნის ჩვენს გვარს, ესეთი ყოვლის მომცველი გაერთიანებაა და დიახაცა ესეთი გაერთიანების გატარება, ისე როგორც ყველა კეთილ საქმეს ყავს მოწინააღმდეგე და ამ საქმესაც ყავდა მოწინააღმდეგე, მაგრამ ბატონი ირაკლის ესეთი მიზანმიმართული და ესეთი როგორც იტყვიან გულდაჯერებული შრომით ეს გაერთიანება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია და მას
აქვს მინიჭებული დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი, ის დამოუკიდებლად აწარმოებს თავის საქმიანობას, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს დამოუკიდებლობა სულაც არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას და ჩვენ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვათანხმებთ ჩვენს დედა ეკლესიასთან, კერძოდ ჩვენს საპატრიარქოსთან და გამოვითხოვთ სათანადო ლოცვა კურთხევას და აი ესეთი შეთანხმებით და ესეთი ლოცვა კურთხევის მადლით მიმდინარეობს მუშაობა ამ გაერთიანებაში, რომელიც გაერთიანებაც, როგორც უკვე გითხარით, ოფიციალურად აღიარებულია და ეს აღიარება თუ ვინმეს შეიძლება მივაკუთვნოთ, ეს მხოლოდ ბატონ ირაკლი ბრეგვაძის დამსახურებაა. თუმცა იმ პროცესში ბევრი ვებულობდით მონაწილეობას და მათ შორის მეც მქონდა ბედნიერება, ჩემი ხელმოწერაც დაფიქსირებული იყო იქ, სადაც სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის ოფიციალური სახელმწიფოებრივი აღიარება მოხდა. აქვე უნდა გითხრათ, რომ დღეს ბრეგვაძეების განსახლების არეალი საკმაოდ ფართოა, საკმაოდ დიდია და შეიძლება ითქვას, რომ მოიცავს მთელ საქართველოს. მაგრამ წარმომავლობა ბრეგვაძეების გვარისა კვლევამ დაადასტურა, რომ დაკავშირებული არის რაჭასთან. რაჭიდან მოდის ეს გვარი, შემდეგ გადმოსულია იმერეთში და ასევე რაჭიდან არის გადასული სამეგრელოშიც და სამეგრელოშიც ცხოვრობენ ბრეგვაძეები, ცხოვრობენ იმერეთშიც და რა თქმა უნდა ცხოვრობენ რაჭაშიც. აი ეს არის ერთგვარი ფუძე, წარმომავლობითი ფუძე ბრეგვაძეების გვარისა. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ცხოვრობენ კახეთშიც, ცხოვრობენ შიდა ქართლშიც, რა თქმა უნდა, ცხოვრობენ თბილისში და ყველა იმ დიდ ქალაქში, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია და აი ამ ცხოვრებით არიან თანამონაწილე იმ პროცესებისა და იმ საქვეყნო და საერო საქმეებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს გაგებოთ მაქვს წამოგებული წიგნი ქართული საგვარეულო კავშირები, ასეთი წიგნი გამოვიდა რამოდენიმე წლის წინ და ამ წიგნში შესული არის მრავალი გვარი და მათ შორის შესული არის ბრეგვაძეების გვარი, რომელიც აი 65 გვერდი ეთმობა ამ გვარს და მინდა აი ამ წიგნში მოცემული მასალებიდან რამოდენიმე გაგაცნოთ და ვთქვათ შემდეგი, რომ განსახლების არეალი მე კი გითხარით ესეთი ზოგადი რეგიონალური თვალსაზრისით, მაგრამ მინდა წავიკითხო თქვენთან ერთად და კიდევ ერთხელ გავაჟღერო იმ სოფლების სახელები, რომელი სოფლებიდანაც ახლა ბრეგვაძეები გვიყურებენ და რომლებსაც უნდათ გაიგონონ თავიანთი გვარის შესახებ მომზადებული გადაცემიდან იმ სოფლისა და იმ დაბის დასახლების სახელი, სადაც ისინი ცხოვრობენ. რაჭაში ბრეგვაძეები ცხოვრობენ სხვავში, წესი ასეთი სოფელია, ხიმში და აი მესამე სოფელი ხიმშია, აი ამ სოფელში ცხოვრობენ. იმერეთში გეგუთი, დიხაშხო, დუნთა, ვანი, ზედუბანი, ზოდი, ზოვრეთი, თაბაგრებში ცხოვრობენ ჩემო ბატონო, თავასა, თერჯოლაში ცხოვრობენ, ითხვისში, კაცხში, კაცხი კლავაცა და კლავაც იმერეთია, რა თქმა უნდა, თერჯოლასთან ერთად, მოხში, მღვიმევში, სვირში ცხოვრობენ, სიმონეთში, ქვაციხეში ცხოვრობენ, ჩხარში, ჩხერში, აი ესეთი სოფელიც არის, ჩხირაულაში და ჯალაურთაში. ასევე ცხოვრობენ სამეგრელოში, როგორც უკვე ვთქვით, და სამეგრელოში არის დიდი ჭყონი და ბუეთი. აი ამ დიდ ჭყონსა და ბუეთში ცხოვრობენ. და აი ეს ცხოვრების ეს არეალი, როგორც იტყვიან, ფუძე წარმომავლობითია და ესეთი მშობლიური ფუძე არის აი ამ სოფლებთან დაკავშირებული ბრეგვაძეების გვარისთვის. უნდა გითხრათ, რომ ბრეგვაძეების გვარი ერთ-ერთი ესეთი კარგად ცნობილი გვარია და ამ ცნობადობას
თუ შეიძლება ასე ითქვას, შეიძლება ერთგვარად შეუწყო ხელი ბრწყინვალე ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას მიერ გადაღებულმა ძალიან ნიჭიერმა ფილმმა მე ვიტყოდი ჩვენი ქართული რეალობის შესახებ. ეს არის შერეკილები, რომელიც რა თქმა უნდა იუმორისტული ფილმია, იუმორი ჭარბობს ამ ფილმში, მაგრამ ეს ის იუმორია, რომელზეც ინგლისელები იტყვიან, რომელშიც უმეტესობა სიმართლეა და არა შეთქმული და არა მოგონილი, არამედ იმ რეალურ ფაქტებზეა დაკორდნობილი და ამ ფილმის მთავარი გმირი სწორედ ბრეგვაძეა და აი ეს ბრეგვაძე თამაშობს ამ ფილმში და მისმა თამაშმა, მისმა მხატვრობა სახემ და მისმა მახასიათებელმა გარკვეულწილად განაპირობა ამ ფილმის წარმატება და ამ ფილმის გამარჯვება. არის რამოდენიმე ფრაზა, რომელიც აი ამ ფილმიდან როგორც ითქვათ, სახალხო მნიშვნელობა შეიძინა ამ ფრაზებმა და ერთგვარად დაკავშირებულია ბრეგვაძეების გვართან. კერძოდ რაჯობია ბრეგვაძეებში კეიფს. ეს ფილმისეული ფრაზა და შეიძლება ითქვას, ეს ის ფრაზა, რომელიც სიმართლეს და რეალობას არ არის მოწყვეტილი და კერძოდ რატომ არ არის მოწყვეტილი. საქართველოში სტუმართ მოყვარეობა, სტუმრის მიმართ პატივის მიღება საერთო წესია, შეიძლება ქართველთა საერთო წესია, მაგრამ აი ამ წესში განსაკუთრებით გამოირჩევიან სხვანი და სხვანი, შეიძლება სხვების დავასახელოთ, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობი ბრეგვაძეები და აი ამ წესს, აი ამ სტუმართ მასპინძლობის წესს ისე ქართულად, ისე ალალად, ისე გულწრფელად მისდევენ ბრეგვაძეები, რომ მათთან ყოველი შეხვედრა შემიძლია თამამად თქვა, რომ არის საზეიმო, სადღესასწაულო, ერთგვარი ესეთი განსჯისა და საოცარი დადებითი მუხტის მატარებელი და პოზიტიური ენერგიის გაზიარების საშუალებას იძლევა და აი ეს არა თავისთავად ასე იძლევა და ასე არის, არამედ ეს არის ბრეგვაძეების დამსახურება, მათი ხასიათი, მათი თვისებები, მათი თავდაბლობა, მათი კეთილგონიერება, მათი იუმორის ნიჭი განაპირობებს ამ ყველაფერს და სწორედაც აი ეს ფორმები არის ის, რომელიც ქმნის იმ რაობას, რომელიც ბრეგვაძეების მიმართ უნდა ჩამოყალიბდეთ და უნდა ვიქონიოთ თვითეულმა ჩვენთაგანმა და არის კიდევ მეორე, რომ ადამიანი ისე კარგად არსად არ ჩანს, როგორც სუფრასთან და აი სუფრასთან გამოჩენილი ბრეგვაძეების ესეთი კეთილმასპინძლობა დიახაც მეტყველებს ამ გვარზე და მეტყველებს აი ამ გვარის კეთილგონიერებაზე. ბრეგვაძეების გვართან დაკავშირებით მინდა თქვა შემდეგი, რომ ეს გვარი შეიკრიბა, გაერთიანდა და 2012 წელს მივიდა პატრიარქთან და გამოითხოვა მისი საპატრიარქო უწმინდესობის ლოცვა კურთხევა. პატრიარქმა სიხარული დალოცა ბრეგვაძეების გვარი, აკურთხა ბრეგვაძეების გვარი და მის ერთობას, როგორც იტყვიან, წინსვლა უსურვა. ეს მოხდა, როგორც უკვე გითხარით, 2012 წლის 3 მარტს და აი ეს დღე მინდა ახსოვდეს ყველა ბრეგვაძეს, როგორც სულიერი დაბადების დღე თავისი გვარისა, რამე თუ უპირველესი ტაძრიდან, უპირველესი სულიერი იერარქიის მიერ წარმოითქვა ლოცვა, რომელიც არავის სხვას არ ეკუთვნოდა თუ არა ბრეგვაძეებს და თუ არა ბრეგვაძეების გვარიშვილებს და ეს უნდა იკუთვნონ, ეს უნდა მიიღონ და ამ ლოცვას უნდა უერთდებოდნენ ყოველ ჟამს, ყოველ წელს და ყოველთვის. როდესაც მობრუნდება წელი და მოვა 3 მარტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრეგვაძეების გვარის კურთხევის დღეა, საზეიმო დღეა, საგვარეულო ზეიმის დღეა ამ კეთილგორწმუნე გვარისთვის და ეს ზეიმი გვარმა უნდა დაიყენოს. უნდა დაიყენოს იმ ფორმით, იმ მასშტაბით და იმ შესაძლებლობით, რაზეც წდება და როგორც წდება, მაგრამ ამ დღის აღნიშვნა, ამ დღის, როგორც იტყვიან, ესეთი ჩრდილში მიყენება არამც და არამც არ შეიძლება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თუ შენ არ ივიწყებ შენი გვარის კურთხევა
კურთხევის დღეს ეს იმას ნიშნავს, რომ არ ივიწყებ უფალთან კავშირს, არ ივიწყებ გვარზე გადმოსული კურთხევის მადლს და კვლავაც მატარებელი ხარ ამ მადლისა, კვლავაც გამავრცობელი ხარ და კვლავაც ამ მადლის შინაგანი განწყობილებით ცხოვრობ ამ ცოდვა ბრალით დამწიმებულ წუთისოფელში და ეს აუცილებელიც არის და საჭიროც არის. აქავე მინდა გითხრათ, რომ ბრეგვაძეებს უნდა ეამაყებოდეთ, რომ დღეს საქართველოს საგვარეულო მოძრაობას მათი გვარიშვილი ბატონი ირაკლი უძღვება და ის მათი გვარი წარმომადგენელი არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გვარები დიახაც გვარები არის და გვარები მოიცავს საქართველოს, მაგრამ აი ეს გამორჩეულობის პატივი ყველაზე არ მოდის და ყველაზე ვერ მოდის და ეს პატივი ეხლა ბრეგვაძეებზეა გადმოსული. ბრეგვაძეები არიან ეხლა ამ პატივის ქვეშ და სწორედაც ეს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ოჯახს და ერთ კონკრეტულ გაერთიანებას ეხება, არამედ მინდა ეხებოდეს მთელ ბრეგვაძეების გვარს, რომლებსაც შინაგანად წამთ და ჯერათ იმისა, რომ არა მხოლოდ ბრეგვაძეები არიან, არამედ შვილები არიან იმ სრულიად საქართველოს საგვარეულო მოძრაობისა, რომელ მოძრაობასაც მათი გვარიშვილი ხელმძღვანელობს და რომელ მოძრაობასაც მათი გვარიშვილი უძღვება. და ბატონ ირაკლისთან დაკავშირებით გამახსენდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, მე ვიტყოდი, მართლაც საინტერესო მომენტი იყო ესეთი შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ უბანში აშენდა ახალი ეკლესია და გამოცხადდა შესაწირი, რომ ამ ეკლესიის გუმბათზე აღსამართავი ჯვარისთვის გროვდება შესაწირი. ბატონმა ირაკლიმ გააერთიანა საგვარეულო ძალისხმევა და საგვარეულო წინამძღოლთა დარბაზის ეგიდით გაიგო სერიოზული შესაწირი, რომლითაც იყო შეძენილი ეს ჯვარი და ეს ჯვარი აღიმართა ამ ეკლესიის თავზე. ეს შეიძლება ვიღაცას ერთ კონკრეტულ საქმედ მოეჩვენოს, მაგრამ მე მინდა ეს დიდ განზომილებაში დავინახოთ. ეკლესია, როგორც მარადიული სახლი უფლისა ჩვენისა, აშენდა და საუკუნეებს გადაწყვეტა მისი სიდიადე და მისი საეკლესიო მადლი და ამ ეკლესიის თავზე აღმართული ქრისტეს ჯვარი, ეს წმინდა ჯვარი, სწორედაც ბატონი ირაკლის ინიციატივით, მისი ძალისხმევით და მისი მიერ გაერთიანებული დარბაზის წინამძღოლთა დარბაზის მეშვეობით იქნა აღმართული და აღმართული იქნა უფლის სახელზე და აღმართული იქნა საუფლოდ. აქავე უნდა ითქვას, რომ შეიქმნა უკანასკნელ ხანს შეიქმნა ესეთი სპეციალური ტყავის გრაგნილი, მადლიერების გრაგნილი პატრიარქი ილია მეორის მიმართ და ამ გრაგნილზე იმუშავა ესეთი საერთაშორისო დონის დიზაინერმა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში იყო ჩამოსული და სწორედაც მან შეიმუშავა დიზაინი აი ამ ისტორიული მნიშვნელობის გრაგნილისა და ამ გრაგნილის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში. ამ გრაგნილზე დატანილი იქნა ყველა იმ გვარის წინამძღოლის ხელმოწერა, რომელიც თანაზიარია პატრიარქის ეპოქისა და ეს დრო, ჩვენი ცხოვრების ეს დრო, არა მხოლოდ დროა და არა მხოლოდ ესეთი კალენდარული მომენტია, არამედ ეპოქა და მე ვიტყოდი საამაყო ეპოქა, რომელსაც ჩვენი პატრიარქის სახელი ქვია და აი პატრიარქთან თანაცხოვრების მომენტი, იმ დროში და იმ სივრცეში ცხოვრების მომენტი, რომელიც თვითონ ჩვენთაგანს გვაქვს მონიჭებული, ეს არ უნდა იყოს ისეთი არაფრის მტკნელი და არაფერზე მიმანიშნებელი. ჩვენ გვეძიუფასება, რომ თანადროულები ვართ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქისა და ეს არა მხოლოდ ესეთი განწყობილება ამისა, არამედ დოკუმენტურად აი ამ გრაგნილით, ისტორიული მნიშვნელობის მქონე გრაგნილით არის დადასტურებული, რომელიც როგორც უკვე ვახსენეთ, საგანგებო ტყავზეა მომზადებული ლითონის ასოებით შემკული ჩემო ძვირფასებო და რაც მთავარია, მასზე დატანილია თითოეული გვარის წინამძღოლის სახელი და გვარი და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს არის ყველა საერთო
ესეთი სულისკვეთებით შესრულებული ნამუშევარი, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობის არის და ეს საქმე და უშუალოდ ამ გრაგნილის მომზადების საკითხიც სათავეს იღებს ბატონი ირაკლის ინიციატივისგან და მისი ძალისხმევისგან, რაც მნიშვნელოვანი და გასაზიარებელია. უკანასკნელ ხანს მზადდება წიგნი საგვარეულო მოძრაობის, საქართველოში არსებული საგვარეულო მოძრაობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი მზადდება, ეს ენციკლოპედიური ხასიათის წიგნია, რომელშიც შედის ისტორიები, შედის ბიოგრაფიები, შედის უმნიშვნელოვანესი ფაქტები ყველა იქ შესული გვარისა და აი ამ გამოცემის ინიციატორიც ბატონი ირაკლი გახლავთ და სწორედაც ის უდგას სათავეში აი ამ გამოცემას და ეს ყველაფერი თავისთავად არის მის სახელთან დაკავშირებული, ანუ იმ დროსთან და იმ არეალთან არის დაკავშირებული, რა დროშიც ბატონი ირაკლი პრეგვაძე არის ხელმძღვანელი ამ საგვარეულო გაერთიანებისა და ამ საგვარეულო გაერთიანებაში განხორციელებული ყველა კეთილი საქმე და ყველა ღვთივსათნო საქმე, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მის თავმჯდომარესთან და ასევე მის წევრებთანაც, რა თქმა უნდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მის თავმჯდომარესთან, რამე თუ თავმჯდომარე განაპირობებს ყველაფერ ამას, ერთგვარი სტიმულირებას უწევს ყველაფერ ამას და როგორც იტყვიან ამ ყველაფერს აძლევს იმ ქმედით ხაზს, რომელიც გვაძლევს მერე საშუალებას იმისა, რომ ვიხილოთ ერთი კარგი საქმე დასრულებული, მეორე კარგი საქმე, მესამე კარგი საქმე, მეოთხე კარგი საქმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღარ განვერცობი და ბატონი ირაკლის პერსონის შესახებ ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთი კი ესეთი დაბეჭდებით მინდა გავიმეორო ჩემთვის ძვირფასი პრეგვაძეების გვარიშვილების გასაგონად, რომ გეამაყებოდეთ და გეძვირფასებოდეთ თქვენი გვარის წინამძღოლი, რამე თუ მას ძალიან უყვარს თავისი გვარი, უყვარხარ თითოეული თქვენთაგანი და თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერა და თითოეული თქვენთაგანის ძალისხმევა ჭირდება მას. და ბოლოს საუბარი მინდა დავასრულო პრეგვაძეების საგვარეულო ხატის თაობაზე, რომელი ხატიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იკონოგრაფიული ძეგლია, რომელიც შეიქმნა ჩვენს პერიოდში. ხატი არის 4 კარედიანი დიდი ხატია, ის ჩაბრძანებულია საგანგებო კანკელში, ესეთი ხის კანკელი თუ შეიძლება ჩასაბრძანებელი დამზადდა და მისთვის და აი ამ ჩასაბრძანებელით გადაადგილდება ეს ხატი. ხატზე ძირითადი ფიგურა და ძირითადი ესეთი ხატის სულიერება გამოხატულია მაცხოვარში. ეს არის მაკურთხეველი მაცხოვარი, რომელიც ზის ტახტრევაზე და აკურთხებს და აზიაწეული მარჯვენით აკურთხებს ქვეყნიერებას და ეს არა მხოლოდ პრეგვაძეების გვარს და ჩვენს დედა საქართველოს, არამედ აკურთხებს თელ სამყაროს, თელ კაცობრიობას აკურთხებს უფალი ჩვენი და სწორედაც უფლის აი ასეთი მაკურთხეველი სახება არის გამოხატული პრეგვაძეების საგვარეულო ხატზე. შემდეგ კარეთში მეორე კარეთში არის ჩაბრძანებული ერთ მხარეს ღვთისმშობლის გამოსახულება და მეორე მხარეს იოანე ნათლისმცემლის გამოსახულება, ხოლო მესამე კარეთში და მეოთხე კარეთში, რომელიც ესეთ გასახსნელი კარედებია და მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ეს ხატი ვიზუალურადაც იხილოს ეკრანზე სხვა ფოტომასალასთან ერთად, არის სხვა წმინდანები, სხვა უამრავი წმინდანია გამოსახული და ყველა ეს წმინდანი ერთად აი ამ კარედის ხატში ქმნის იმ დიდ სულიერ ძალისხმევას და იმ სულიერ სათნოებას, რომელსაც არა მარტო პრეგვაძეების გვარი უნდა მიელტოდეს და ესათნოებოდეს, არამედ სალოცავი და როგორც იტყვიან, სასუების მომანიჭებელია ყველა ქრისტიანისთვის და ყველა მლოცველისთვის. ეს
ხატი დაბრძანებულია ტაძარში, ერთ-ერთ ტაძარში, რომლის საზეიმო გადმობრძანებაც მოხდება 3 მარტს და 3 მარტს ჩემთვის ძვირფასი პრეგვაძეები ამ ხატს, თავის საგვარეულო ხატს გადმოაბრძანებენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც იგეგმება საგვარეულო შეხვედრა პრეგვაძეების გვარისა და ეს ხატი მაშინ დაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში. და კვლავაცა და კვლავაც დაუბრუნდეთ ჩვენს გვარებს, დაუბრუნდეთ ჩვენს საგვარეულო წიაღს და გვეძვირფასებოდეს, რომ ჩვენ შვილი ვართ არა კონკრეტულად იმ გვარისა და ისეთი გვარისა, რომელიც პასპორტში, თუმცა ახლა პასპორტშიც არ წერია, მაგრამ აი ჩვენ ბიოგრაფიულ ჩანაწერში არის აღბეჭდილი, არამედ ჩვენ შვილი ვართ ისეთი გვარებისა, რომლებიც საუკუნეებს მოსდევენ, საუკუნეების წიაღიდან მეტყველებენ და საუკუნეების წიაღიდან შეგვახსენებენ ჩვენ თავს და ერთ-ერთი ასეთი გვარი ბრძანდება ჩემთვის ძვირფასი მრავალგზის ვახსენე უკვე და არ მეთაკიდება რამე თუ იმდენად დიდია ჩემი კეთილგანწყობა პრეგვაძეების გვარის მიმართ ჩემთვის ძვირფასი პრეგვაძეების გვარის რომელი გვარიც როგორც ითქვიან განფენილია საუკუნეებში და თამამად და გაბედულად უყურებს იმ მომავალს რომელიც პრეგვაძეების საგვარეულო კავშირს და ჩვენს დედა სამშობლოს წინ უძევს